თავი 51. ღმერთი სიტყვის ერთი შედგენილი ჰიპოსტასის შესახებ. ვამბობთ, რომ ღმერთი სიტყვის ჰიპოსტასი უჟამოდ და მარადიულად წინა არსებობდა, როგორც მარტივი, შეუდგენელი, შეუქმნელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშეუწერელი, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას, როგორც მისი თანაარსი, განყოფილი მამისეული ჰიპოსტასისგან, შობის გვარით და მოთვისეობით, სიხარულის მქონე და არაწამს განშორებული მამისეული ჰიპოსტასისგან. მაგრამ უკანასკნელ დღეებში ეს სიტყვა მამისეულ წიაღთაგან განდგომის გარეშეუწერლად, უთესლოდ და მიუწვდომლად დამკვიდრდა წმიდა ქალწულის მუცელში. ისე როგორც თვით იცის და თვისსავე წინასაუკუნო ჰიპოსტასში თავის თავს შეუგვამოვნა ხორცი წმიდა ქალწულისაგან. დიახ, ყოველივეში და ყოვლის უზემოეს იყო იგი, ვინც იმყოფებოდა წმიდა ღვთისმშობლის მუცელშიც, თუმცა მასში განსხვავებულის მოქმედებით, მასში განსხეულების მოქმედებით. ამიტომ რაჟამს განსხეულდა ითვისა მისგან ჩვენეული ცომის სათავე, აზრისმიერი და გონისმიერი, სულით სრულქმნილი ხორცი. ამრიგად, თვით ღმერთს სიტყვის ჰიპოსტასი წარმოჩნდა ხორცის ჰიპოსტასად და ჰიპოსტასი სიტყვისა თავდაპირველად მარტივად მყოფი, შედგენილი ხდება, ხოლო შედგენილი ორი სრული ბუნებისაგან, ღმრთეებისა და ადამიანობისგან, ატარებს რა ერთი მხრივ ღმერთი სიტყვის საღვთო ძეობის გამომხატველ და გამსაზღვრელ თვისებას, რის მიხედვითაც განირჩევა იგი მამისა და სულისაგან, მეორე მხრივ კი ხორცის გამომხატველ და გამსაზღვრელ თვისებებს, რომელთა მიხედვითაც სხვაობს იგი დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან. თან მატარებელია იგი ერთი მხრივ საღვთო ბუნების თვისებებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია მამასთან და წმიდა სულთან, მეორე მხრივ კი ადამიანური ბუნების ნიშნეულობებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია დედასთან და ჩვენთან, მაგრამ ამასთან განსხვავებულიცაა, ერთი მხრივ მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი დედისგან და ჩვენგან, იმის მიხედვით, რომ ერთობლივად ღმერთად და ადამიანად გიეს იგი, რადგან ეს ვიცით ქრისტეს ჰიპოსტასის უსაკვირთრევის თვისებად. ამდენად ვაღიარებთ მას ერთ ძეს ღვთისას განკაცების შედეგად და მასვე ძეს ადამიანისას ერთ ქრისტეს, ერთ უფალს, მხოლოდ შობილ ძეს და სიტყვას ღვთისას, იესოს ჩვენს უფალს, ვეთაყვანებით მას ორშობას, ერთს მამისგან წინასაუკუნოს მიზეზზე, აზრზე, ჟამზე და ბუნებაზე უზემოეს და ერთს კი უკანასკნელ ჟამს ჩვენს გამო, ჩვენებრ და ჩვენზე აღმატებულად, ჩვენს გამო იმიტომ, რომ ჩვენი ხსნის გამო, ჩვენებრ იმიტომ, რომ გახდა ადამიანი ქალისგან და ორსულობის ჟამისგან, ჩვენზე აღმატებულად კი იმიტომ, რომ არა თესლისგან, არამედ წმიდა სულისგან და წმიდა ქალწულისგან ორსულობის ჯულზე აღმატებულად. არა მარტოდენ ღმერთად ვქადაგებთ მას ჩვენეული ადამიანობისაგან გაშიშვლებულად, არც თუ მხოლოდ ადამიანად ღმრთეებისგან ლიტოლმქმნილად, არა სხვას და სხვას, არამედ ერთსა და იმავე ერთობლივად ღმერთად და ადამიანად, სრულ ღმერთს და სრულ ადამიანს, მთლიან ღმერთს და მთლიან ადამიანს, მასვე მთლიან ღმერთს თავისივე ხორცით ურთ და მთლიან ადამიანს თავისივე ზეღმერთი ღმრთეებით ურთ, როდესაც ვამბობთ სრულ ღმერთს და სრულ ადამიანს, მის ბუნებათა სავსეობასა და უნაკლულობას ცხადვყოფთ, ხოლო როდესაც ვამბობთ მთლიან ღმერთს და მთლიან ადამიანს, ჰიპოსტასის მხოლოობასა და განუკვეთელობას წარმოვაჩენთ. ვაღიარებთ აგრეთვე ღმერთს სიტყვის ერთ ბუნებას, ხორცშესხმულს, აღვნიშნავთ რა სიტყვის ხორცშესხმული ხორცის არსებას, თანახმად ნეტარი კირილესი. ამრიგად ხორცქმნილი გახდა სიტყვა და არ გამდგარა იგი საკუთარი უნივთოებისაგან. ხორცქმნილი გახდა იგი მთლიანი და მთლიანივე არის გარეშეუწერელი. სხეულებრივად მცირდება და ვიწროვდება იგი, ღვთაებრივად კი გარეშეუწერელია. არ განივრცობა, რა მისი ხორცი მისი ღმრთეების გარეშეუწერელობასთან ერთად. ამრიგად იგი მთლიანი არის სრული ღმერთი, მაგრამ არა მთლიანად ღმერთი,
რადგან მხოლოდ ღმერთი როდია, არამედ ადამიანიც. და მთლიანი არის სრული ადამიანი, მაგრამ არა მთლიანად ადამიანი, რადგან მხოლოდ ადამიანი როდია, არამედ ღმერთიც. სიტყვა მთლიანად ბუნების წარმომაჩენელია, მთლიანი კი ჰიპოსტასისა. ისევე როგორც სხვაგვარად ბუნებისა, სხვაგვარი კი ჰიპოსტასისა. მაგრამ საცოდნელია, რომ თუმცა უფლის ბუნებათა ურთიერთშორის დამტევნელობას ვამბობთ, ვუწყით, რომ საღვთო ბუნებისგან მოხდა დატევნა, რადგან იგი მსჭვალავს და დაიტევს ყოველივეს, როგორც იზრახავს, მას კი ვერ არა. სწორედ ეს იყო ხორცისათვის საკუთარ ღირსებათა წილმბოძებელი, რჩებოდა რა თვით ვნებულების გარეშე და ხორცის ვნებულებათაგან უნაწილო, რადგან თუ კი მზე ჩვენთვის საკუთარ მოქმედებათა წილმბოძებელი, ჩვენეულთაგან უნაწილო რჩება, რამდენად უფრო მზის შემოქმედი და უფალი.